ეხლა მე ვარ ბათუმში, კონკრეტულად კი ერას მოედნიდან 50 მეტრში, სადაც ძალიან მალე კოპტერტექის ახალი ფილიალი გაიხსნება. თუმცა შიგნით ჯერ არაფერი მზად არ არის და ზუსტად დღენახევარი მაქვს იმისთვის, რომ ეს არეულობა დავალაგო. კოპტერტექი და იდეაში ჩემი საქმიანობას ბევრისთვის მხოლოდ დრონებთან ასოცირდება და ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს. თუმცა დიდი ხანია ჩემი ინტერესები სხვა მიმართულებითაც გაიშალა. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ჩვენს მაღაზიაში კოპტერტექში დრონების გარდა იყიდება 360 კამერები, Insta360-ის მიკროფონები, ბევრი სხვადასხვა აქსესუარი და 100-ზე მეტი სხვადასხვა პროდუქტი. თუმცა ყველაზე მთავარი აქ არის EcoFlow. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრენდი, რომლის დახმარებითაც ჩემი სახლის სრულიად ენერგოდამოკიდებელი გახდა და რომლის ყველაზე მასშტაბური წარმომადგენლობაც კი სწორედ რომ ბათუმში გვექნება. სანამ EcoFlow-ს სხვა სიკეთეებზე მოგიყვებით, მოდი ერთი თვალით ოფისში შევიხედოთ, რადგან ზუსტად დღენახევარია დარჩენილი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს. წავიდა. ესეც კოპტერტექის თავარი შოურუმი, რომელიც ჯერ როგორც ხედავთ, საგიჯეთში იმყოფება, თუმცა ძალიან მალე დალაგდება იმედი მაქვს. დღეს ყველაზე ინტენსიური სამუშაოებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ აქ საერთოდ არ იყო არაფერი და საერთოდ პირველად რომ მოვედით, განახეთ კიდე ეს კადრებს, საერთოდ სხვანაირად იყო აქ აურობა, იმიტომ რომ სალონი იყო ადრე, ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება მოგვიწია, კედლების გათეთრება, გაშპაკლა, რა ვიცი, 1000 რამე ხარ მახსენდება. ეს კარიც კი არ იყო მაგალითად აქ და ასე შემდეგ. მოკლედ, სივრცე არის ესეთი, აქ აურობა იქნება შოურუმი, სადაც კლიენტები შემოვლენ და მიიღებენ მომსახურებას სერვისზე, ტექნიკაზე, დრონებზე, EcoFlow-ზე, 360-ზე და ასე შემდეგ. ხოლო აქეთ არის ბექ-ოფისი, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერი დასალაგებელია ყველგან, მაღაზიები ბევრს არ ვიტყვი. აქ გვაქვს პატარა სამზარეულო, მოდით შეგახედებთ. აი ესეთი პატარა კუსტარული სამზარეულოა. ეს ავეჯით ყველაფერი ჩვენ შევიძინეთ. ესეც ჩვენ მოვიტანეთ, დავამონტაჟეთ, მაცივარი დღეს მოვიდა. აქეთ გვაქვს საპირფარეშო, რომელსაც სახელად ქვია ესე, ვისაც მოუნდება PCPC, მოგზადდება, ხოლო აქ ადმინისტრაციული ოთახი, სადაც სამუშაო ამბავი იქნება. ნუ აქეთ სტოკი, როგორც გითხარით, უკვე სხვათა შორის ჯერ არ გავხსნილ და უკვე მომხმარებლები მოდიან, ყიდულობენ რაღაცეებს, სერვისზე მოაქვს რაღაცეები და ცოტა ქაოსურ რეჟიმში გვიწევს. აქ იქნება სერვის ცენტრი. ანუ აქ იჯდება ტექნიკოსი, მიიღებს დაზიანებულ დრონებს, EcoFlow-ს პროდუქციას, Insta360 და შეაკეთებს ფიზიკურად, სოფთით, ტექნიკურად თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება შოურუმს, ჯერ ავეჯის სამუშაოები არ დასრულებულა სტენდების. აქეთ ხარ ეს როგორც ნახეთ უკვე წარმოდგენილია EcoFlow ამ დიზაინში, ამ იდეაში ყველაფერში უშუალოდ EcoFlow-ს სათავო ოფისი იყო ჩართული და ძალიან მიხარია რომ გვერდში დაგვიდგნენ და საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი სტენდი გამოვა EcoFlow-ში. რაც შეეხება DJI-ს, რა თქმა უნდა დასრულებულზე მე ტური იქნება, მაგრამ მანამდე სამუშაო პროცესში ეს სტენდი დღეს აეწყო. ეს იქნება უშუალოდ DJI-ს, ეხლა შუქები არის ჩამქრალი, მაგრამ ძალიან ლამაზია. DJI-ს პროდუქცია აქ იქნება, ხოლო აქეთ ამ მხარეს იქნება Insta360-ის სტენდი და ასევე დიდი აქსესუარების სტენდი, როგორიც აქ არის და აქ დაიდგება ძალიან ლამაზი, როგორც სინქრონ შეადექით, ძალიან ლამაზი სალარო გაკეთდება, რომელსაც ხვალ შემოგვაშალებენ. მოკლედ, დღენახევარი გვაქვს თქო, რა თქვი, რა კი არ მეთქვამს. ხვალ საღამოს აქ ზრიალი კი არა და კრიალი უნდა გაქონდეს ყველაფერს, ხო და ნახოთ როგორ მოახერხ. სტენდებს რაც შეეხება, ესენი როგორც გითხარით, EcoFlow-ს ესე ვთქვათ, იდეა იყო, გამოგვიგზავნეს ზომები, დიზაინები და ასე შემდეგ. თბილისიდან ჩამოვიტანეთ. სხვადასხვა სცენარია რა, ესე ვთქვათ, და დივაისები, რომელი სცენარისთვის, რომელი არის უფრო პრაქტიკული. იქით ხარეს იქნება რკინის, მეტალის სტენდი, რომელიც ხვალ დაიდგმება, სადაც უფრო powerbank-ები იქნება წარმოდგენილი და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბათუმის ფილიალში თბილისთან შედარებით EcoFlow ბევრად პრეზენტაბელური იქნება ჯერჯერობით და ნახოთ თბილისში რა მოხდება. ამასობაში მხოლოდ მუშაობა ხო არ არის რა, ცოტა ჭამაც ხო გვინდა, ამიტომ მოვიდა აჭარულები, მაგრამ შუქი გვაქვს შამქრალი, რადგან ვაკეთებთ კედელზე ავეც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩემი აჭარული გამოიყურება. აი ესე მეგობრებო, ნახეთ, ნამდვილი. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ, მაგრამ აი ბიჭები სანამ არ მორჩებიან, შანსი არა. ვაიმე, რა სიჩუმე ჩამოვარდა. კამერა ჩავრთე თუ არა, ისეთი გატრონულები, ვაიმე, ესეთი სიჩუმეა სულ. ეხლა ნახეთ რა სილამაზე იქნება, წამიერად შუქი რო ჩაირთვება. 1-2-3. მოვიდა. ეგ არის, ეხლა მივირთვათ და შემდეგ გავაგზავნოთ მეორე მხარის დამუშავება, თუ რა თქვია, მიყენება ბოდიში თუ ხშია. ჩემო მეგობარო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 1000 ნახევარზე ვჭამეთ დილით და იმის მიერ გვიჭამია და ეხლა როა გემრიელი აჭარული, ესეთი გემრიელი არ ახონებს ყოველდღიურად. დიდი ალბათობით ეს არის პირველი და საბოლოო შემთხვევა, როცა აი აქ ესე სუფრა იშლება.
საჭმელად ჩვენიერი მაგიდა გამოვიდა, მაგრამ ნახოთ აბა დრონებისთვის რამდენად ჩვენიერი მაგიდა გამოვა. მოკლედ, რატომ ბათუმი? ამას ალბათ ბევრი ახსნა არ ჭირდება, რადგან ჩემი აზრით თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ქალაქი საქართველოში, ხალხმრავლობითაც და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ბათუმი იყო ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი ქალაქი თბილისის შემდეგ, საიდანაც შემოდიოდა გაყიდვაზე მოთხოვნები. საიტიდან ყიდულობდნენ ძალიან ბევრი და მგზავნიდით თბილისიდან. და ასევე სერვისი იყო ხოლმე ხშირად, რომ აიცი რა დამიძიანდა დრონი და ბათუმიდან უნდა წამოვიდე, ეკოფლოუზე რამე აინტერესებდა ბათუმიდან რეკავდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ პირველი გარე ფილიალი ყოფილიყო ბათუმი. შევეხმიანეთ ეკოფლოუს და ეკოფლოუს ხარდაჭერის შედეგს აქ ვეხედავთ. ასევე პროდუქციითაც და ასე შემდეგ. აი უკან იქით არის ყველაფერი დალაგებული, როგორც უკვე ნახეთ. და მოკლედ მოვედით იქამდე, რომ ბოლო თვეში 3 რეისი გავაკეთე უკვე ამ ჩემი ახალი ჯეტურით ბათუმში, გავირბინე 5000 კილომეტრი, მაგრამ შედეგი სახეზეა. გავედით ბოლოსკენ როგორც იქნა და ხვალ საღამოთი იმედი მაქვს, რომ უკვე დალაგებული ფილიალის ფოტოებს გადავიღებთ და Facebook-ზე იქნება ეს თუ სხვაგან გაგიზიარებთ. ძალიან ბევრი კითხულობს ასევე აქედან რომ რაღაცებს ვაკეთებდით, რომ ამაი როდის იქნება ბათუმშიო, ამაიო, ხო და ამაის პირველი ფრანშიზა უკვე გაიყიდა გორში და ალბათ უკვე გახსნილია ვიდეო როცა იდება 29-ში ხსნით აგვისტოს. დიდი ამბავი გვექნება, გრანდიოზული გახსნა, ხოლო ბათუმში არ ვიცი, ბათუმშიც თუ იქნება მსურველი, ვინც ესე ვთქვათ გადაწყვეტს ამ საქმიანობას, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ფრანშიზის ნაწილში, სტაფის ნაწილში, ყველანაირ ნაწილში და დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ბათუმშიც ამაის დაგემოვნებას, იმიტომ რომ მე პირადად მართლა ძალიან მევასება და თბილისში როცა მაქვს შანსი ყოველთვის ვიძახებ თუ იქ არა ვარ ხოლმე საქმესთვის ან საჭმელად. მარიკო, რომელია შენი ფავორიტი გემო? ჩიზკეიკი არის ჩემი ფავორიტი. Sorry. შენი რომელია? ესეც ბასკური. ნახეთ, შაკო თქვი, ნამდვილი კაცების საყვარელი? კრემ-ბრულე, რა თქმა უნდა. შოკოლადი და კრემ-ბრულე და იო შენ? ყველაფერი. ანჯერა რომ ეს ამბავი რომელიც ლამის თამაშივით დავიწყეთ 2017 წელს თუ 16 წელს თუ 18 წელს ეხლა უკვე ბათუმამდე მოვიდა და იმედი მაქვს ცოტა ხანში კიდევ ერთ ქალაქს დავადგებით თავს და რომელი ქალაქი იქნება ეს. ამას ალბათ თქვენ გადაწყვეტთ და ადამიანები რომლებიც ჩვენი კლიენტები არიან, რომლებსაც ძალიან უყვართ აქაურობა და რომლებიც ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს აზიარებენ ხოლმე და მე მაგის მიხედვით ვიქცევით ხოლმე ჩვენ. ეხლა კი რამდენიმე წუთში გავალთ, ცოტას დავისვენებთ. პადელი შეიძლება ვითამაშოთ და ხვალ დილით 9:30-დან ისევ აქ ვართ, ვაგრძელებთ საქმიანობას და ჩაგერთვით. სანამ დილა გათენდება, მესამე ტაიმი ენერგიები ბოლომდე უნდა დავხარჯოთ. წავიდა. ოჩაკ დილამშვიდობის ტექსტ ვარ, მოკლედ ჩვენც მივირთმევთ დილის 9 საათი, ჩამოვედით ახლა სასაუზმოდ და სასტუმრო მონარქში ვართ. აი ესე გამოიყურება აქაური დილის რესტორანი, სადაც მყუდროდ არის მოწყობილი საკმაოდ საჭმელების აღების აწილი. რა ენაზე ვლაპარაკო? მეგობრებო, მძინავს და მეპატიება. აქ არიან ჩვენები. შაკო უკვე მუშაობს, ის ნახეთ, სტაბილიზაცია, გამოსახულება. ესე იგი, დღევანდელი საქმეები არის შემდეგი. მე დღეს მაქვს ორი შეხვედრა. მაგის გარდა დღეს უნდა დადგეს სალარო. გუშინდელი აწყობილი რაღაცეებიც უნდა დასრულდეს, რაღაც წვიმანებია დარჩენილი. მოვა დაბლაგებელი, მოვა ეკოფლოუ სტენდის დასრულებისთვის ლუკა და დაასრულებს და რა თქმა უნდა მოვლენ თანამშრომლები, რომლებსაც დღეს მე და მარიკო გავესაუბრებით. ეგ არის ახლა ცოტა შევიკვებდებით და გავუდგებით საქმეს. მოსაღამო და მეგობრებო, ხელოსნოს ველოდებით აგვიანებენ, მაგრამ ვალაგებთ ბათუმში ვეძებთ ტექნიკოს, რომელსაც ვასწავლით დრონის ტექნიკოსობას. ხა დრონის ტექნიკოს არ ველოდებით ბათუმში რომ მოვა და იცი რა აწმებო დრონის გაკეთება ვიცი თუ ეკოფლოუსი და ასე შემდეგ, მაგრამ თავარია ადამიანს მუღამი ქონდეს, ევასებოდეს, ხელსაქმე უყვარდეს, აიანი კი ეხერხებოდეს და ზოგადად აი რაღაცა რაც გიყვარს, მე იმას ბევრად მარტივად სწავლობ რა. ამიტომ ეგეთ ადამიანებს ვეძებთ და თუ ბათუმიდან ხართ, იცნობთ გასვენდეს ან თქვენ ხართ ეგეთი, შემოგიხმიანეთ, რომ წავიყვანოთ ერთი მეორე საჭირო იქნება, იმიტომ რომ ბათუმშიც გვინდა რომ მოვაძლიეროთ სერვისის მიმართულება და სხვათა შორის თბილისშიც მივიღებთ თუ ესე ვთქვათ ტექნიკოსის ვაკანსიაზე მოიწერებით. აღწერაში მაინც დავურთავ ლინკს ტექნიკოსის ვაკანსიის გამოცხადებულია თუ არ ვწდებით ჩვენ ემა გამოაცხადეს და მაგასაც დავურთავ.
მოკლედ, აი ამ დროს ვარ ხოლმე ყველაზე მაგარ ხასიათზე, როდესაც რაღაცა კეთდება რა. ფუსფუსის მომენტი, თან უკვე მე რამდენად მაქვს, ხო? იყო 2018-ში თბილისში კოპტერტექში, როდესაც პირველ შოურუმს ხსნიდით, ჩემი ხელით როგორც თქვი, სამჯერ მაქვს შეღებილი გალობლიშვილს და კოპტერის შოურუმი. მე 3 წელი სახლის შენება გაგრძელდა, აი ესეთი კიდე ბევრი პატარა თუ მსხვერპლი იყო და რაღაც მიჩვევა იცის რა, მე ისეთია, რომ თუ რაღაც დიდი პერიოდი გავიდა და არ გიწევს რაღაც მსგავსი რაღაცები, გენატრება როგორც ყველაფერს რომ მიეჩვევიო თუ რაღაცები. ეხლა DJI-ის ბრენდირების მონტაჟი მიდის DJI სტენდზე. ამაში მთლიანად DJI არის წარმოდგენილი. შუა პროცესში როდესაც ჯერ კიდევ არაფერი არ იყო გაკეთებული, კლიენტი ამოვიდა და ვაუ რა ლამაზი შოურუმი გაქვთ. ის დაინახა მხოლოდ რა EcoFlow-ს ლაიტბოქსები და მეთქი ჯერ სათხარ მოიცა თქვა და იმედი ამოვა ამ დღეებში და ნახავს ის კლიენტიც. კარგი, მოდი ავაძროთ პარკები. EcoFlow დავთმე და ამას ვეღარ დავთმე. ისე ერთი დღე მეორე მეგობრებო, მიიწურა მეორე დღეს, ძალიან ბევრი რამე დარჩა, მაინც დასალაგებელი, ყველაფერი ვერ მოვასწარი, თუმცა უბრალოდ დარჩა ყველაზე სასიამოვნო და კარგი ნაწილი. ეს არის პროდუქციის დალაგება სტენდებზე, ასე შემდეგ და ხვალდილიდან ამ ყველაფერს თქვენთან ერთად დავიწყეთ. ახლა კი მე და იო მზად ვართ, სად არის იო? აი, გავიქეცეთ პადელზე, 20 წუთი დავაგვიანეთ, მაგრამ შაკო და კახი უკვე იქ არიან და პადელს ვითამაშებთ ცოტას ისევ. ასე რომ ეხლა მოვაჯექით ჩვენს სკუტერებს, ჯეტი და სკროლი, გავეშურეთ პადელ პორტისკენ. ეს მე მაჩუქე შაკო. გაუშ. სათქმელი აქვს სადღეგრძელო ბიჭებს და აი ესე იყოს. აი ეს დავიჭერ მე. გაგვიმარჯოს მეგობრებო, თქვენს გაგიმარჯოთ ჩვენო მომავალო თანამშრომლებო. შეიძლება ესე ითქვას ბათუმში და არა მარტო ბათუმში, თბილისშიც. და არა მარტო თანამშრომლებო, მეგობრებო, მაყურებლებო, კეთილი სურვილებო, კლიენტებო, გულშემატკივრებო, ყველამ გამომწერებო, რაც ყველაზე მთავარია, ყველას გაგიმარჯოთ. სალათი მოვიდა, რაც ყველაზე მთავარია, საღამო არის და ეხა ხინკლის ჩაყრა არ გვინდა პირველი დღისავით. ამიტომ ნიგზიანი სალათი და მისი ჯანი. შაკო, აბა ბევრი დაგვჭა კოპტერტექის ოფისში. მე მგონი ერთი სრული დღეც და ეგ არის რა. ხვალე და всё რა. მე მგონი всё. კაი, გადაიღე, არ გაწყვეტინებთ ჭამას. თქვენი ჭამის ხმა გვინდა რომ მოვისმინოთ შეიძლება. ერთი კიტელი ჩამიხდა. ეხლა ჩავახრაშტუმებ რა. ეხლა თქვენი შემართვით ცოტას გიახლებით სალათს, თორე აღარ დამიტოვებენ ესენი არაფერს. ერასმოედანზე მაკდონალდსთან არ ვიცი ვინც ყოფილ ხართ გეცოდინებათ. ღამის პირველ 2 საათზეც კი იმდენი ხალხია, რომ ხვდები, რომ ბათუმს რაღაცა მსგავსი ადგილი აკლია ეთყობა, თორე რა, ანუ ძალიან ბევრი ხალხი არის. სულ ჩვენი დღეამით მიიწურა ხვალდილით. ეხლა კი მოდი გადავიდეთ ხვალდილის ამბავზე და ბოლოს დავასრულოთ და გავუშვათ ჩვენი შოურუმი. Let's go. დილამშვიდობისა, მეგობრებო. სამზადისის ბოლო დღე, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, იმედი გვაქვს და საბოლოოდ პროდუქციას გამოვიტანთ სტენდებზე. ესეც ასე, მორჩა ბათუმის კოპტერტექის ფილიალის რემონტი, სტენდები, ყველაფერი და მზად ვართ კლიენტების მომსახურებისთვის. როგორც უკვე ხედავთ, აქ გვაქვს მოცემული EcoFlow-ს სტენდი, რომელიც საქართველოში კი არა, მეზობელ ქვეყნებშიც კი მსგავს ვერსად ვერ ნახავთ, არათუ თბილისში, იმიტომ რომ ეს სტენდი არის ყველასგან განსხვავებული, თვითონ EcoFlow-ს სათავო ოფისიდან შემოთავაზებული სტენდი. აქ გახლავთ DJI-ის მაგიდა, თავისი სტენდით, unboxing-ია უკვე გაკეთებული, მაგრამ შენახული მაქვს აი ეს დრონი Mavic 4 Pro, იმისთვის რომ ეხლა ერთად გავაკეთოთ unboxing-ი და ბოლო
ესე ვთქვათ, სამოხმარებლო დრონების მეფეც განვათავსოთ უშუალოდ დახლზე. აქეთ გვაქვს აქსესუარების სტენდი, აქეთ Insta 360 სტენდი და აქვს აქ სალარო, სადაც მოემსახურებიან ბათუმის ფილიალის თანამშრომლები კლიენტებს. ეხლა კი რაც შეეხება unboxing-ს, დღეს გახლავთ Mavic 4 Pro, ოღონდ კომბო, მეგობრებო, კომბოში მოყვება ჩანთა და ბევრი სხვა აქსესუარი, რომელსაც ერთად ნახავთ. ჩანთაში მოთავსებული დრონი პირველ რიგში, რომელიც სხვათა შორის ისეთი კარგი მძიმე და მასიური შეგრძნებას ტოვებს ხელში, როდესაც იღებთ. აი ესეთი кейჯი აქვს, უშუალოდ კამერის და პროპელერების დამცავი და ახლა შეგვიძლია შევადაროთ მაგალითად Neo-ს. Neo გაშლილ მდგომარეობაში, Mavic 4 Pro დაკეცილ მდგომარეობაში. ნუ հասებლად ის უმაღლეს ხარისხის კამერა, 3 ელემენტი ერთი დრონშია მოთავსებული, ასევე პროპელერების სეტი და სხვა აქსესუარები, კაბელები, RC2 და ყველა სტანდარტის კვების კაბელი, რომელიც გამოიყენება დასატენად. გავხსნათ და ესეც Mavic 4. ყველაზე დახვეწილი სამომხმარებლო დრონი დღესდღეობით სოფლიოში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგრად მომწონს რა ეს შოურუმი. მოდი შეგახედოთ ჩემი თვალით. ესე იგი, როდესაც ამოხვალთ, პირველი რასაც დაინახავთ, იქნება აი ეს მხარე, DJI-ის დრონები, სტენდი, ლოგო და აქეთ EcoFlow-ს ძალიან ეფექტური სტენდი. სადაც მოცემულია მზის პანელი, პორტატული ელექტროსადგური, AC, ანუ პორტატული კონდიციონერი, ავტომობილის დამტენი, რომელიც სახლშიც მაქვს, მაცივარი ახალი თაობის Delta 3 Pro 4 კილოვატიანი პორტატული სადგური, ასევე კილოვატიანი პორტატული სადგურები, აქეთ power bank-ები, ესეთი ლამაზი სტენდი არის, სხვათა შორის და მოკლედ აი ეს სტეკერები ყველაფერი რაღაცას ნიშნავს, ანუ ისი არ არის. თავისი შინაარსის მიხედვით არის ეს ბანერების განთავსებული, როგორც უკვე გითხარით. ეს არის მაგალითად 10000-იანი power bank-ი, EcoFlow-ი. ეს გახლავთ 5000-იანი power bank-ი. Power bank-ების უახლესი სერია მოდის ეკრანიანი, რაღაცა 20000-იანი, 30000-იანები, 27000-იანები, რომლების ტარებაც თვითმფრინავშიც შეიძლება და მოკლედ სამოგზაუროდაც ძალიან მაგარი პროდუქცია იქნება. Insta 360-ის მხარე კი ესე გამოიყურება, ეს გახლავთ უშუალოდ Insta 360-ის სტენდი, სადაც მოცემულია სხვადასხვა პროდუქტები, X5, Ace Pro, Go 3 და ასე შემდეგ. აქეთ კი აქსესუარების სტენდი, სადაც ძალიან ბევრი აქსესუარია მოცემული, რაღაცეები არის, რაც თბილისში არის და აქ არის, რაღაცეები კი არის პირიქით, აქ არის და თბილისში აღარ არის და მოკლედ ყოველთვის ხდება სტოკის შევსება. ასევე ჩვენი სანახებო აი ეს სტენდი, რომელიც შავია მთლიანად, ეს არის EcoFlow-ს მიერ მოწოდებული დიზაინი და გადავწყვიტეთ, რომ აი ესეთი სალარო ქონოდა ძალიან ისეთი არის, ჩემი აზრით საამაყო განსხვავებული. მოკლედ ეგ არის, ესეთი გამოვიდა ჩვენი შოურუმი. ეხლა კიდევ ერთხელ გავაკრიალებთ ყველაფერს, გადავუღებთ ლამაზ კადრებს, თუ როგორ გამოიყურება საბოლოო ჯამში და გელოდებით, ვინც კი ბათუმში მოხვდებით, ჯიდიტექის გამომწერები, ჩემი გამომწერები, მთავარი არხის გამომწერები თუ უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გავსი ტექნიკა მოგწონთ, შეიძლება ჩემი არხი გიორგი დანელი არ მოგწონთ, მაგრამ ეს ტექნიკა გევასებათ, სიამოვნებით მობრძანდით, გავიაროთ ერთად რატომ არ მოგწონვართ მე და ვილაპარაკეთ მაგაზე, წესიერა ნახოთ აბა ერთი რა არ მოგწონთ. გამოიწერეთ არხი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.